რომელიც გამოაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს არის ბულგარეთის განვითარების პროექტი. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში 90-მდე სუბიექტი. ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა ჩვენი უნივერსიტეტი და გამოცხადა, რომ არის ჩვენი უნივერსიტეტი. რა მოგცა ამან? გარდა ფინანსური მხარდაჭერისა და თანადგომისა, ჩვენ შევქმნით ბულგარეთის სივრცე, ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უზრუნველყავით ეს სივრცე თანამედროვე ტექნიკით, ჩვენ ყავს პედაგოგი, რომელიც ასწავლოს ბულგარულ ენას. გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. გვაქვს ის პრეფერენციები, რაც შეიძლება სხვა უმაღლესებს არ აქვს. დაფინანსდა არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ეხებოდა ინოვაციური იდეების ლაბორატორიის შექმნას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ეს არის შედეგი ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან მჭიდრო კავშირების ბულგარეთის საელჩოსთან საქართველოში და მათ გამოაცხადეს კონკურსი, სადაც საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტმა ჩვენმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. ეს პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას ოთახი, ლაბორატორია, სადაც ყველა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტს ექნებათ საშუალება შექმნან თავიანთი ახალი პროექტები, შექმნან საინტერესო იდეები. ბედნიერი ვარ, რომ COVID პანდემიის მიუხედავად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების ლაბორატორია გავხსენით. ეს პროექტი ბულგარეთის განვითარების დახმარების პროგრამამ დააფინანსა. ჩვენთვის ბულგარეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პარტნიორია. მხარს უჭერთ მას სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში, ასევე საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი, როგორიცაა ინოვაციური იდეების ლაბორატორია, რადგან ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. პროექტი ხელშეუწყობს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების გაღრმავებას, ბულგარეთის ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების გაძლიერებას ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან.